მიზღუდავ გადაადგილების უფლებას და უნდა ვიცოდი ვინ მიზღუდავს საჩუვარი უნდა განა ჩემ სახლში მინდა შესულა საქმე თუ არ ვიცი ხა ფოტოს ხო არ დავუთხავ თქვენი სახელგვარი მითხარით რატი გარდაფხაძე პოლიციის თანამშრომელი ჩემ სახლში შემიშვით სადაც ხრეკა მიმდინარეობს პოლიციელი საბუთი ხობა პოლიციის თანამშრომელი ეს მოყოლი ცხოვრობ არის და რატი მე გეუბნებით ჩემ სახლში მინდა შესვლა ორდერი გაქვს რატომ უნდა მოხდება ახალ პოლიციელი გეუბნებით რომ მეუბნებით ცხოვრობით არ მინდა საბუთი საკუთარ სახლში რატო არ მიშვებთ მინდა რომ განმიმარტოთ ჩემ სახლში რო არ მიშვებთ ზედმეტია და ჩემ სახლში რატო არ მიშვებთ მაშინ განმიმარტეთ და ჩემ გარეშე გააქვთ უფლება რომ ჩემ გარეშე უფლება გააქვთ ჩემ გარეშე გააქვთ უფლება რომ მიმდინარეობდეს მაშინ მოვიდეს იმ უწყების წარმომადგენელი ვის უნდა დავუკავშირო ახლა ხო არ გადაობთ მართლა რა დაუკავ პრეს-ცენტრს დაურაკავ ხოცების ახლა მე რა უწყება მითხარით რომელია და არ ვიცი მე არა წარმოუდგენელია გამოვიდეს მაშინ ყოველსაჩეულია არ ჩემ სახლში ჩემ გარეშე ნორმალური მე რა ვიცი საიდან დავიცოდე სახლში ვინ არის ისიც არ მე მაგ ერთი კითხვა თქვენ სახლში რო ჩხრეკა დაიწყონ თქვენ გარეშე ნორმალურია ანუ ეგ პრინციპი გაქვს თქვენთან რო შემოვიდნენ მოსულა ამიტომ ვერ გვეტყვის ვერავინ კონტაქტი ხო გაქვს მეორებიდან არა ტელეფონი წაართვით უკაცრავად ყველას ჩემ სახლში მინდა შესვლა და თქვენ რატო არ მიშვებთ მაშინ თქვენთან სახლში რო ეგრე შევიდნენ ნორმალურია რო ვიცოდე ანუ მაგ სტანდარტით ცხოვრობთ ცხოვრებაში და საკუთარ სახლში არა ნუ აი წარმოუდგენელია არა საკუთარ სახლში არ შეშვებაც არის და არ შეშვებაც ხუდი ახალი ადამიანები ინფიცებს რომ არ ვიცით ვინ არიან აკეთებენ რაღაცას რაც არ ვიცით რა არის ეგა ხო მითხარით რომ მაჩვენე საბუთი რომ შენი სახლიაო გაჩვენეთ საბუთი რომ ჩემი სახლია ეს ნორმალურია რა ხდება ხო გითხარით რომ ჭირდებოდა დამონაწილე აგერ არის არ მონაწილე აგერ არის და ის რომ მოვიდეს რომელი უწყებაც ატარებს ეს არის ბინის მეპატრონე მინდა შესვლა სამართლებრივად მითხარით რატო არ მიშვებთ ანუ არ იცავთ ახლა და არის საზოგადოებრივ უსაფრთხოება შიგნით არაფერი არ არის საფრთხის არა გარეთაც რა მაშინ ყველგან დადექით ყველა სახლთან არავინ არ შეუჩვათ სახლებში და უთხარით რომ ინტერესი იცავს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ეგ რანაირად გავისავთ საფრთხეს სახლში მაგიტო არ მიშვებთ საკუთარ სახლში და ჩემ სახლში გააქვთ უფლება რომ ჩემ გარეშე იყოს და ჩემ გარეშე ჩხრეკას რატო აწარებთ ჩემ სახლში პრეს-ცენტრს დაურეკო ნინო წილოსანის თუ ვის უნდა დაურეკო ჩემ სახლში შემიშვით რას ნიშნავს ეგობა რომ ვის უთხარ გითხარი და ვეთყვით როგორ არის ვინ არის სახლში შიგნით პოლიციელი ხარ და გარეთ გახარ და მე პატრონი იქნებ ქურდია იქნებ მიძარცვავენ სახლს იმ უწყების წარმომადგენელი გამოვიდეს და შესაბამისი უწყებაც არ ვიცით ვინ არის რა არის შესაბამისი უწყება გაიგე რომელი უწყება ის მაინც იქნებ ქოცი ტიტუშკები არიან სახლში ის მოიცი რა სხვა უწყება რომელი უწყება როგორ არის შიგნით რა ხდება აქ ვისგან ისა ვის საფრთხე შენ რო აქ იყავ საზოგადოებაში შენ აი სვანაერა თქვა მაშინ გაგვაგებინე ადვოკატს და სახლის მესაკუთრეს თან რომელიც ცხოვრობს ფლობელს როგორ შევიდნენ და გახდნენ მონაწილეები ამ პროცესში ორდერი სახლში უნდა ამ ადამიანს საგამოძიებო მოქმედება მეჯის თუ არა ისწავლოთ ხო და მაგას როგორ გახდება რა ხდება არა თქვენ დაჭარავებს ახლა სადვიაროთ მაშინ ვაჩვენეთ ორდერი მაინც ვაჩვენეთ ჩვენკის კაცო იქნება წვავთ უსა ჩვენ რა ვიცით რა ხდება ეგ თქვენ მეუბნებით მე მოთხრობა ხო არა ჩემ სახლში რატო არ მიშვებთ კიდე თავიდან ჩემ სახლში შემიშვით მე ეგეთი რაღაცა ბოდოა ვაფშე არ გამიგია ჩემ სახლში მიმდინარეობს ხრეკა სადაც არ მიშვებენ არიან თვითონ ვიტყო რომ შემიშვან მე და ეს როს ადვოკატი და
არა, არ გვიჩვენებენ, საზოგადოებრივ წესრიგს ვიცავთ და შესაბამისად ვერ შეხვალთ შიგნითო. ანუ არ ვიცი. ყველგან ხოლმე რაღაც ეტაპზე რომ ამონაწერი მოგეციო რომ შეხარ მართლა მფლობელიო, მივეცი ამონაწერიც და არა, მაინც არ შეგიჯობდო. და საქმის მე პატრონი. ცალკე არის ნანუკას ნახინინარევ ხრეკა, ნანუკა არის შიგნით ადვოკატთან ერთად, ცალკე შევიდნენ ჩემს სახლში, სავარაუდოდ სირცხველია, ორგანიზაცია სირცხველიას გამო, სადაც ასე ვითხოვრო ვიყო მე და ადვოკატი წარმოდგენილი, როდესაც სახლში ხრეკენ და არ მიჩვენებს სახლში. ვინ იმყოფება ახლა? ახლა სახლში სავარაუდოდ არის ბიძაჩემი, იმიტომ რომ ის იქ იყო, როდესაც შეჯერა. უბრალოდ სავარაუდოდ არის ეგეც. ამიტომ ანუ არაფერი არ ვიცი რეალურად, ჩემს სახლში ვინ არის, წარმოდგენა არ მაქვს. უბრალოდ ვიცი, რომ ეს ადამიანები ჩემს სახლში არ მიჩვენებენ. აი ეგ არის. ნიკა ვარამიას მიყოლთ ადვოკატი. ვართ ნიკას აქვს აქ ორდერიც. ყველაფერი მაქვს რაც არის. ჩვენ ვითხოვ უბრალოდ ერთი ორდერი მაინტერესებს ჭრეკის. ანუ რა დადგენილება გამოწერა, რისთვის არის ჭრეკა, შიგნით ვინ არის ისიც მაინტერესებს, არ ვიცი ვინ არის შიგნით. ეს ადამიანი ცხოვრობს, სხვა თუ არაფერი ჭრეკა რომ მიმდინარეობს ის არის. არავინ არ ვიცი საერთოდ. აბსოლუტურად შიგნით ხალხი არის, არ არის, გასაკეთებენ, ვინ არის ოჯახის წარმომადგენელი არის, არ არის, რომელი ორგანო აკეთებს ჭრეკას, რომელი უწყება, რის საფუძველზე, რა ტიპის დადგენილება, ან არსებობს თუ არა დადგენილება. რამე არ ჩადოთ, ხო? არსებობს თუ არა ჭრეკისთვის გაცემული სასამართლო დადგენილება. ესეც უცნობია. ის მაინც იცით ვინ არის, რომელი უწყებაში, რა რამე გაიგეთ, საათზე მეტია უკვე ვარკოთ, რომ თქვენ სახლში ჭრეკა არის და ვერ უძლებთ ვერ. წარმოდგენა არ მაქვს არაფრის, ვინ არის ჩემს სახლში, რომელი უწყება, რის საფუძველზე ტარდება ჭრეკა, რა უნდა, ვინ ეწყება ადგილზე, არის თუ არა მაგალითად ბიძა ჩემის სახლში, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. ვითხოვ რომ ჩემს სახლში შევიდე, მთხოვეს რეესტრის ამონაწერი რაღაც ეტაპზე რომ დაგვიმტკიცო რომ შენი სახლია, რაც ასევე სასაცილოა, იმიტომ რომ იქით რომ უნდა მომტკიცო, ჩემს სახლში შევიდნენ, იმიტომ რომ ჩემი სახლია და მე ხომ უნდა მომტკიცო რომ ჩემი სახლია, რომ შემიშვენ და დამასწრონ. ვანახე ეს ამონაწერი და შემდეგ აი ამ კაცმა მითხრა რომ მაინცო არ შეგიშვებთო, შესაბამისად ვდგავარ მე და დგას ადვოკატი, რომელსაც გვაქვს ორდერი და ვითხოვთ რომ შეგვიშვან, დაგვასწრონ ჭრეკას და გვეუბნებიან რომ როდესაც ყველაფერი მორჩება, ანუ ესენი რომ იქ არ ვიცი დასალაგებლად მე ეწყობა, ესენი რომ არევენ, აი მე შემიძლია ერთი შეკითხვა მაქვს მოკლედ. ბაინდურაშვილი იყო შენთან გამომძიებელი? გაკეთებულებებს ეძებენ და პლუს ამისა მე რა კეთის დაუნაკეჩო. ნადირიშსახვედრია რა ეს მეგონი გამოვიდა, მაგრამ შიგნით იყო. გამირკვია. ბატონო. ეხლა ბაინდურაშვილი თუ იყო შიგნით, მოგიყვებით ვინ არის ბაინდურაშვილი? გამომძიებელი რომელმაც ჩაუდგა გიორგი მამალაძეს. მაგას მიშველე გამომძიებელი ვინც გვყავს არის ვინც ჩაუდო გიორგი მამალაძეს ის რა თქვია ციანიდი რაც ჩაუდო კი მოგვიყევი ბაინდურაშვილი ვინ არის დავით ბაინდურაშვილი არის პროკურატურის წარმომადგენელი, რომელიც ახლა აკარებს ჭრეკას და არის ადამიანი, რომელმაც გააყალბა გიორგი მამალაძის საქმე და ჩამდები ამ შემთხვევაში ციანიდის. იქ ახლა რა ხდება? და აქ ხო საერთოდ არავინ არ იცის ვინ არის და რა არის. მართლა მაინტერესებს ამას აქ რა ქვია? ამას რა ქვია? ეს ვისგან იცავენ სახლის ფლობელისგან იცავენ მის სახლს. ეგეთ რომ გაგიგიათ, საერთოდ თუ გაგიგიათ.